7 თვის ანასტასია სიცოცხლისთვის იბრძვის. ამ ბრძოლაში ის მამა მიატოვა. ცხოველებიც კი არ იქცევიან ასე. გოგონა ხერხემლის თიაქარით დაიბადა. ოპერაცია გაუკეთდა. ასევე ანასტასიას ორჯერ გაუკეთდა თავის ტვინის შუნტირება. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ბავშვი წელს ქვემოთ პარალიზებულია და არანაირი მგრძნობელობა აქვს. ფეხებს საერთოდ ვერ ამოძრავებს. ანასტასიას სასწრაფოდ ესაჭიროება შესაბამისი მკურნალობის სრული კურსის ჩატარება. ეს კი პატარა თანხებთან არ არის დაკავშირებული. რაქნას მარტოხელა 24 წლის დედა, რომელიც წვალებით ზრდის სამცირეწლოვან ბავშვს. ნუ თუ უფულობის გამო უნდა დანებდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანასტასია მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლს იქნება მიჯაჭვური. ეს კი ანასტასიას დაიკო, 4 წლის ქეთია. ღმერთო, როგორი ქვის გული უნდა ჰქონდეს მამას, რომ ასეთი ანგელოზი შვილი მიატოვოს. ქეთი მისის, რომ თავისი პატარა დაიკო ავად არის, ამიტომ გონიერი გოგონა დედიკოს არაფრის ყიდვას არ სთხოვს. ეს კი ანასტასიას ბაბუა დედის მხრიდან 84 წლის რომანია. საბრალო მოხუცი ცალი თვალიდან ვერ ხედავს, მაგრამ ცდილობს, რომ მამის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს. უყურებს, გული მიბტება, საშუალებები არ მაქვს. Onu sadmedi bu kural. Böyle açık böyle oturmuş da 4 წელი პატარა არ არის. ჩემი ბავშვი წვალებას გატარე. მუშაობას. რასისა. ცხოვრება პროფესიონალურია ბოლოს სიბირეს. ღვთისმიერო ადამიანებო, ნუ თუ დავუშვებთ, რომ უფულობა შეეწიროს ამ ანგელოზი გოგონას ბავშვობა. ანასტასიას ბედი ახლა მხოლოდ თქვენს ხელშია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.